ფასანაურიდან გუდაურისკენ გეზი ავიღეთ და შეხვდა გზისპირა რესტორანი გამოქვაბული, ამიტომ შევალთ ახლა გამოქვაბულში და ვნახავთ, აბა როგორ იცავენ სანიტარულ ნორმებს. მენიუში აბსოლუტურად სრული ქართული სამზარეულო, ხო? ყველაფერი გაქვთ. მოდით გამწოვი ვნახოთ. პრინციპში გამწოვი არც მუშაობს, იმიტომ რომ გაწოვა არ ხდება. აი იქ ელემენტარული ხდება მიზერი და ნახეთ აი როგორი მდგომარეობაა. ჭერი გასაწმენდია სამწუხაროდ, კედლები მოწესრიგებულია, მეტლახში არის, იატაკიც მეტლახი დაგებულია, მაგრამ მოსაწმენდი არის, სამწუხაროდ დაცული არ არის, გარედან ჩვეულებრივად შემოდიან. ბუზებიდანაც არ არის დაცული ტერიტორია. ხელის დაბანის მეთოდი რო გაქვთ გამოკრული, რითი უნდა დაიბანონ ხელი? რითი იბანენ? ჩაასხამენ სითხე და გვაქვს. რაში ჩაასხამენ სითხე, სად? ხო, მაგრამ სად არის? ეს ტილოები რა არის? ეს ტილოები რას გავს? აი ეს რა არის? ეს ტილოები მაგიდა არ გაიწმინდება. როდესაც აი არ არის ბოლომდე. ნახეთ, შეფუთული, ბოლომდე არ არის. აი ნახეთ რა მდგომარეობაა. შეხედეთ, აი ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს გულღვიძლი არის ასე ჩაყინული და სხვადასხვა ხორცეულობა, აი ქვევითაც ნახეთ, არის როგორც ნედლი, ასევე მოხარშული პროდუქტიც და ვადები აბსოლუტურად არაფერს არ აწერია. ეს რა არის ბატონო? ესა თქვენ შევწუთ გვეჭამა და ვერ შევჭამეთ. ვერ შეჭამეთ და დატოვეთ. კარგით, ანუ თქვენი საჭმელია სტაფის და მე რატო გაყინეთ? მაცივარში რატო არ შედევით? კარგით, გასაგებია. იმედია სუფრაზე არ აბრუნებთ. არა, ეს თქვენი საჭმელია. თქვენი საჭმელი როგორაა? ეს არის ესეც თქვენი საჭმელია, ესეც თქვენი საჭმელია, ესეც თქვენი საჭმელია, ესეც გამზადებული პროდუქტია, რომელსაც ვადა არცეც არ აწერია. ნედლი ხორცი, მოხარშული ხორცი, თევზი, ყველაფერი ერთად რო არ შეიძლება, თქვენ ხო იცით. აი ესეც აი ეს გამოაწმენდიეთ ქალბატონებს, ვინც იმაშვება ალაგებს, აუცილებლად გამოაწმენდიეთ. კარგი? მადონა კოიძე სამზარეულოშია, მე კი ვათვალიერებ გამოქვაბულის ეზოს, სანამ დარბაზში შევალ, აი ნახეთ როგორი ლამაზი ბაღია, აი აქ შეგიძლიათ ფოტოების გადაღება, ამ ადგილს უწოდებენ ხოლმე ინსტაგრამული ადგილი, ანუ სადაც შემდეგ უკვე სოციალურ ქსელში დადებთ სურათებს, აქ გადაიღებთ მერე დადებთ. განათებაც არის, ღამე ალბათ საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება. აქვე არის ფანჩატურები. ყოველთვის მიკვირდა, რომ თუ აკეთებ ლამაზად ესთეტიკურად, ვიზუალურად მიმზიდველ ადგილს, აი რა უნდა ინვენტარს, აი ესეთ ინვენტარს, დამლაგებლის ინვენტარს აქ რა უნდა. გააკეთე რა ბოლომდე ლამაზად. სამწუხაროდ ახლა ვერ გეტყვით, რომ ეს ონკანი ძალიან მომწონს, მაგრამ ალბათ აქვს საპირფარეშო, სადაც ადამიანი უფრო კომფორტულ გარემოში შევა. მე ესე მგონია, ამიტომ ახლა მოდით შევიდეთ დარბაზში და გამოქვაბულის დარბაზიც დავათვალიეროთ. სიმართლე გითხრათ, მე შევნიშნე, რომ სასწრაფოდ დაალაგდა, იმიტომ რომ მანამდე იყო აულაგებელი მაგიდები, მაგრამ ალბათ მაინც აალაგებდნენ არა მხოლოდ ჩვენთვის და ერთი მომენტი, რომელიც ერთი პლუსი და ერთი მინუსი პირდაპირ გეტყვით. პლუსი ის არის, რომ ეტყობა, რომ ახალი რესტორანია, ნახეთ, ახალი მეტლახია, კედლებიც ახალ შეღებილია, ჩანს, რომ ახალია, მაგრამ ახლა მინუსზე გადავალ. ბუზები არის ძალიან ბევრი. ნახეთ, ზამთარია, მაგრამ ნახეთ რამდენი ბუზია. კარები რო არის ახლა ღია, მაგიტომ შემოვიდე. მაგარი გამართლება. გარეთ ცივა აქ თბილა, ბუსსაც აქ ურჩევნია ყოფნა. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სტუმარს, ბუსსაც უყვარს სითბო. რა ხორცია? ეხა მითხარით, სადაური ხორცია, არ მითხა სასაკლაოდან. ფორმა ნომერი 2 მაჩვენე, იმიტომ რომ არა აქვს დამღა. ეს საიდან არის? არაფერი არ არის, არც ერთი სასაკლაოდან ერთი დამღა არა აქვს. 4 ნაწილია ფეხის, 4-ვეზე უნდა კონდეს აბსოლუტურად აუცილებლად ნიშანდება. ეს არის მე-5, აბსოლუტურად არსად ნიშანდება არ არის. ეს არის აქ დაკლული, მე არ ვამბობ, ცუდია, მაგრამ ეს არ არის სასაკლაოდან მოტანილი. მომეცით ფორმა ნომერი 2. ნახეთ, ვარდისფერი, სულ ახალი ხორცია, ახალი დაჭრილია, ახალი შედებულია მაცივარში. კი ბატონო, ხორცი ნამდვილად კარგი ხორცია, მაგრამ აი არასწორია, როდესაც აი მზაკერძები და როდის არის გამზადებული, არც კი ვიცით, აი ეს დაბასტურმებული ხორცია. ხორცის გალღობა მაცივარში სწორია უნდა ხდებოდეს, კარგი ხორცია.
ხორცს ვუყურებ, რომ არის აი გადასარევი ხორცი, არა ჩვეულებრივი, მაგრამ აი ნახეთ, აი ამაში არა. ეს უნდა იყოს აი თასზე დახვრეტილი თასი როა და ქვევით ცოტა ადგილი დაუტოვეთ და იქ ჩაიწრიტება წყალი და ესე იქნება სწორი დეფროსტაცია, მაგრამ ამას კარგი დავანებოთ თავი. ეხა მე რაც ვნახე, ცოტა შოკში ვარ. თქვენ შოკში ჩავარდებით. ეს რა არის? ოსტრი. ეხა შეხედეთ ოსტრი რაში გაქვთ ჩადებული, ნახეთ. ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ. ეს არის უკვე დანაშაული. აი ეს მოგწონთ? ეს ხო ადამიანებს უნდა ვაჭამოთ, ასე როგორ შეიძლება, ბატონო ჯაბა? ესთან გასაყიდი არ არის არაფერი. აბა რა არის გასაყიდი? ეს არა გაქვთ გასაყიდი, ის არა გაქვთ, ის თქვენია, ის თქვენი. ესე იგი რესტორანი გაქვთ თქვენთვის გაკეთებული? არა, ნუ ახლა ბავშვი ხო არა ვარ პატარა რო ეხლა ეს ფორმა ნომერი 2 მომეცით. სულ არის 3. ფორმა ნომერი 2, არა, მაპატიეთ 3 არა, მე-4 ვიპოვე. მე-4 ვიპოვე. ეს არის აგვისტო. 11 აგვისტოს გვაქვს მოტანილი, 17 სექტემბერს გვაქვს მოტანილი, 27 ოქტომბერს გვაქვს მოტანილი, 25 წლის ივნისი. არა, ყოველთვის ვახ. მე-6 თვე. რაც არის მოტანილი? იქ ყველაფერი აქ არის. არც ერთ ხორცზე არ არის ნიშანდება. ეს რას ნიშნავს? ძალიან კარგად იცის ჩვენმა მაყურებელმა. აი ეს ერთი მხარი არის, აი ეს მეორე მხარე, ხა მინდა გაჩვენოთ მეორე მხარეც, თუმცა მეორე მხარეს არ იტყმება ბეჭედი, აი აქ იტყმება, მაგრამ აი აქაც არაფერი არ არის. აი ნახეთ, ეს გასარეცხია უკვე დაძველდა და გაიტანის და გარეცხით. ძალიან მწუხვარ. ზე. არის ბუხარი, რაც სასიამოვნოა, წარმოედგინეთ, ეხლა მაღალ მთიან რაიონში ვართ, ფასანაური გამოვიარეთ და აი გუდაურის გზა არის და ზუსტად სიცივეში, ზამთარში, რო გინდა სადღაც სითბოში შეხვიდეთ, ცხელი ხინკალი მიირთვა და რა თქმა უნდა ბუხართან ჩამოჯდე. აი ზუსტად ესეთი ადგილია, აი ეს თბილია ჯერ ესკერა, ალბათ იყო ანთებული ცეცხლი. ძალიან უბრალო ინტერიერია, თუმცა სუფთა რესტორანია, ახალი კაცბუზებია, ახალი ჭაღებია, ჩანს რომ ყველაფერი ახალია, თუმცა თუ არ გაუფრთხილდებით და არ მოუვლით, არ იქნება ესეთი კარგი ლამაზი და ახალი. შეგახსენებთ, ეს არის რესტორანი გამოქვაბული ფასანაურში. პლანილი ცომი ერთად დაუშვებელია, იმიტომ რომ ჯვარედინი შეიძლება მოხდეს, მოცივარი გასაწმენდია, კოროზია აღმოსაფხრელია, აბსოლუტურად ყველა პროდუქცია ვადა უნდა იყოს განთავსებული და აბსოლუტურად არსად ვადები არ არის დაწერილი. აქ რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ? მოდი კომენტარის გარეშე უბრალოდ ოპერატორმა გადაიღოს. მე რა კომენტარი აქ უნდა გავაკეთო? არ ვიცი, აი ვერ გეტყვი. მე უბრალოდ შემიძლია გაჩვენოთ, აი. შეხედეთ. აი შემიძლია უბრალოდ დაგათვალიერებიოთ. და ძალიან მწუხვარ, ასეთი სამზარეულოს მე ნამდვილად არ ველოდებოდი. ყველაფერი ზედმეტი გატანილი უნდა იყოს და აი ამაზე გაწმენდილი ხელი. მაცივრის გვერდითაც შევიხედოთ რა მდგომარეობა, სრული აი ანტისანიტარია და გასაწმენდია ყველაფერი, აქ სანიტარული დღეები ფაქტიურად არ ტარდება. აზე ძალიან მწუხვარ. შემოსვლამდე უნდა დაალაგოთ გოგოებო ეს ყველაფერი. მაგრამ აიც მადლობელი ვარ ის რომ გამითვალისწინეთ და ალაგებთ. ჩემთვის ეგეც სასიამოვნოა. აბსოლუტურად არცაც სტიკერები არ არის, მაცივარი ნუ გამოწმინდეს და მოასწრეს და ძალიან კარგი ყოველ შემთხვევაში ის მაინც ბედნიერებაა ჩემთვის რომ ესე იგი მაინც ღირს სახალხო კონტროლის არსებობა რომ მაცივარი იწმინდება. ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა ალაგოთ და აი ახლა ღია რო გაქვთ და ბადე რო არა გაქვთ, სურსათის ეროვნული სააგენტო ტყილა კი არ ითხოვს ბადეებს, იმიტომ ითხოვს რომ აი ზუსტად აი ამდენი ბუზი არ იყოს ობიექტზე. აი ამდენი ბუზი, მიტო არის რომ ეს ყველაფერი დაუცველია. ჩემთვის მიუღებელი, აი ესეთი დაფა იყოს. ეს დაფა უნდა იხეხებოდეს, იწმინდებოდეს, ირეცხებოდეს და იცვლებოდეს. აი ესეთი შავი, როდესაც არის, ეს უკვე რისკ ფაქტორს წარმოადგენს. არა აქვს მნიშვნელობა, სად დაბინძურდება რომელ ეტაპზე პროდუქტი. ხასპი არა გაქვთ, ხო დანერგილი? დანერგილი გაქვთ ხასპი? ხასპი არის პასუხისგებლობა და მე აქ ხასპს ვერც ხას და ვერც შრომის უსაფრთხოებას მე აქ ვერ უყურებ. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ შენობა არის ახალი, თუმცა უკვე დაზიანებული ონკანებით. ნახეთ,
ონკანი და წყალი მიდის უკონტროლოთ. არა, არ იკეტება, ფაქტია. აბა დაკეტეთ. რატო? იყინება უკვე წყალი, ღამე. და ესე მოდის წყალი, დედა როგორ არ უფრთხილდები? მე ვიცოდი რომ თქვენ გაზ არ უფრთხილდებოდი და თურმე წყალსაც არ უფრთხილდებოდი. ანიავებენ ჩვენ გას. ჩვენ საწვავს. საქართველოში არ არის. მოსვადიავით, არა, ჩვენ ვიღდით ყველაფერს. ამ წყალში ფულს. აბარა. სოჩი კი გვიდგას ჩვენი. საერთოდ მაშინ გაუგებარია ჩემთვის აი ესე როგორ უნდა იყოს წყალი. არ ყინავს მე მგონი ჯერ ისე რომ ესე წყალი იყოს მოშ. მე გირჩევთ მაინც ონკანი იყიდოთ ახალი, შეაკეთოთ და ესე წყალი არ მოდიოდეს. რა ვიცი, მე ვიცი რეგიონებში ზოგჯერ წყალი არ მოდის და სახლებში და აგერ მოდის და მოდის. აი ეს არის ტუალეტები, ქალებისთვის დგას უნიტაზი და კაცებისთვის არის თურქული. აგერ შეგვიძლია შევათვალიეროთ. მე ვხედავ რომ არის ერთჯერადი ხელსახოცი, აი, ხედავ და არის თხევადი საპონი, ამასაც ვხედავ. კიდევ ერთხელ აგიხსნით სად არის ეს ადგილმდებარეობა ამ რესტორანი გამოქვაბული არის ფასანაურიდან გასასვლელში და აქ არის ძალიან ბევრი ლოკაცია რაფტინგისთვის. ანუ ხშირად მოდიან ტურისტები იმისთვის რომ ისარგებლონ აი რაფტინგის სერვისით, აი აქ ნავსაც ვხედავთ. აი აქიდანაც არის გასასვლელი და მე როგორც მივხვდი, აქ მოდიან შემდეგ ტურისტები უკვე სადილზე, ხო? ან ვახშამზე, გააჩნია დროის რა მონაკვეთია და შესაბამისად საკმაოდ დიდი მუშაობა იმ პერიოდში, როდესაც აქ მოდიან ტურისტები. აგერ ვხედავთ, ესეც არის ტუალეტი, მე როგორც მივხვდი და ეხლა ტურისტები სარგებლობენ ამ ტუალეტით. რომელიც განკუთვნილია უკვე იმ ადამიანებისთვის, ვინც სარგებლობს რაფტინგით. აი ეს არის ეს არის რესტორანი გამოქვაბული ფასანაურის გასასვლელში და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ გზას.